არც ადარწავლენ ჩვენი შვილები. ჩვენ პოდკასტში არ ყოლია დედა, რომელიც მისი შვილის ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს. თავად ისაუბრა ჩვენს ბიოლოგიურ დედას პირველად თავად შეხვდა. ვერ დავკარგავდი შვილს კიდევ. მე გარდაცვლილი ვეკონე როგორც თავად ამბობს. როგორც კი დამისვამს ამ შეკითხვას, ან დამისვამს თუ არა, მე ვეტყვი. თუ არ მიგიყო შვილად, მე მიგიღებო და მკოცნიდა. როგორია ორი დედის შეხვედრა? ეს წაშალო არის, აი გამორიცხულია, სულ გაწვალებს. მაგრად ჩამეხუტა ძალიან და დაივიწყე, კარგი აღარ იფიქრო, მითხრა. რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის გვერდში დგომა მაშინ, როდესაც ეძებ ბიოლოგიურ ოჯახს? ნეტარას ვიგრძნობდი მასთან შეხვედრისას, ნეტარას ვიგრძნობდი მასთან ჩახუტებისას. მაგრამ აი იმ წელს ვერაფერი ვერ ვიგრძენი, აბსოლუტურად სიცარიელე ვიგრძენი. ხარდაჭერა რომ მქონდეს, არავინ არ დატოვებს შვილს. მე მისგან იცრას ვთხოვდი, უბრალოდ აღიარებას და სიმართლეს. არ მინდა რომ ვიყო დამალული შვილი. კერა თქვენი სანდო ონლაინ მაღაზია. ხარისხიანი საოჯახო ნივთებით, ხელმისაწვდომი ფასებით და მომხმარებელზე ორიენტირებული მომსახურებით. მოგესალმებით, თქვენ უყურებთ პოდკასტს ვეძებ. დღევანდელი პოდკასტი როგორიც იქნება, ესეთი პოდკასტი არ ყოფილა არსად არასდროს. იმიტომ რომ დღეს ჩვენ სტუმრად გვეყოლება ქალბატონი, რომელიც ეძებდა თავისი შვილის ბიოლოგიურ ოჯახს, თავის შვილთანაც გვეყოლება სტუმრად და რომელმაც იპოვა. და მართლა შემირცხვენია ყველა იმ კომპანიის ნამუსი, რომელსაც ერთჯერად ხელსაყრელებს ვთხოვდით და არ მოგვიტანეს და არ დაგვაფინანსეს, იმიტომ რომ დღეს რამდენსაც ვიტირებთ, ამდენი ალბათ არც ერთ პოდკასტზე არ გიტირიათ. ჩვენი სპონსორია კომპანია კერა, ეს არის ონლაინ მაღაზია, სადაც შეგიძლიათ შეიძინოთ აი ესეთი არაჩვეულებრივი ნივთები, არა მარტო ეს ჭიქები ლამბაქებით, არამედ აი ესეთ სადგამებით და სხვა ძალიან ბევრი სახლისთვის მნიშვნელოვანი ნივთი. ყველაზე მისაღებ ფასად და ყველაზე მაღალი ხარისხით. ხოლო ჩვენი პოდკასტი იწერება პოდკასტ პოინტში, სადაც თქვენ შეგიძლიათ ჩაწეროთ თქვენთვის ასურველი პოდკასტი, ინტერვიუ ან ვლოგი. რაც შეეხება ჩვენ სტუმრებს, ჩვენი სტუმრები არიან ცირა ჩხარტიშვილი და ნინი სტეფანია. დღევანდელი ჩემი პოდკასტი იქნება ეს ყველაზე განსხვავებული, იმიტომ რომ ქალბატონი ცირას პოდკასტი იყო, მე მგონი ერთადერთი, რომელსაც იმდენი ვიტირე. ჩაწერის დროს ვიტირე, მონტაჟის დროს ვიტირე, ყურების დროს ვიტირე, სულ ვტიროდი. დღესაც მომწდებული მაქვს ცხვირსახოცები, იმიტომ რომ აი ზუსტად ვიცი, რომ ძალიან ემოციური პოდკასტი იქნება, იმიტომ რომ ესეთი პოდკასტი არ გქონია. ჩვენ პოდკასტში არ ყოლია დედა, რომელიც მისი შვილის ბიოლოგიურ ოჯახს ეძებს, არ ყოლია დედა-შვილი ერთად და მით უმეტეს ესეთი კარგი სიახლით არ ყოლია და ზუსტად ვიცოდი რომ ეს კარგად ასრულებოდა ამბავი. მაგრამ მაინც კარგად ასრულების ისტორიას ბოლოსკენ ვიტყვი. ჩვენი სტუმრები არიან ცირა ჩხარტიშვილი და ნინი სტეფანია. წეღარო შემოხვედით, გითხარით კიდევაც რომ მართლა ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ ბიოლოგიური დედაშვილი არ ხართ. აი მართლა იმიტომ რომ ხო ამბობენ რომ ემსგავსებიანო შვილებიო დედებსო და მართლა წარმოვიდგენდი. ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის. მადლობა შენ. მოდი ნინით დავიწყებ. რა ემოცია გქონდა, როდესაც ნახეთ ცირას ინტერვიუ, სულ თავიდან, სადაც ყვებოდა თუ როგორ ეძებს შენ ბიოლოგიურ ოჯახს. ძალიან გიფრთხილდებოდა, მაშინ ნერვიულობდა, რომ რა რეაქცია იქნება ისო. ჯერ მკითხა პირველ რიგში, წავიდე თუ არა და აბა რა უნდა ქნა მეთქი, აუცილებლად უნდა წახვიდე თქო. თავიდან ვერ ვუყურე. ცოტა ხანი. შემდეგ ღამით მარტომ ვუყურე და იმდენი ვიტირე, რომ არ ვიცი. გავსკვიტირილით, როგორც ჩაწერისას თქვენ. მეწყება უკვე. რატომ? ანუ რამდენად მნიშვნელოვანია მშობლის გვერდში დგომა მაშინ, როდესაც ეძებ ბიოლოგიურ ოჯახს? ძალიან მნიშვნელოვანია მშობლის გვერდში დგომა, რადგან თუ მშობელი არ გიდგას გვერდში, აი თითქოს დამალული ხარ. აი თითქოს ჩუმჩუმად ეძებ. ოღონდ ახლა ეს არ გაიგოს და აი როდესაც დედაჩემმა დაიწყო ძიება, თავიდან პირიქით მე მიცავდა. აი ცდილობდა რომ მე საერთოდ არაფერი არ გამეკო. ყველანაირად მიცავდა. თავად ისაუბრა
ჩემს ბიოლოგიურ დედას პირველად თავად შეხვდა და ის შემდეგ უკვე წლების გასვლის შემდეგ შევხვდი მეც. შენ არ იყავი მზად? მასთან შესახვედრად? არა, მოსაძებნად. იმიტომ რომ ძალიან რთული გზა არ არის მარტივი დაიწყო ძებნა. კი, ისეთ ისე გავიგე ჩემი ამბავი, რომ ეგეც წარმოუდგენელი იყო. საწოლში ვიწექი, სულ სხვა თემაზე ვფიქრობდი, აბსოლუტურად რაღაცაზე განეროვლებული ვიყავი, შემოვიდა დედაჩემი და მკითხა რა გჭირსო და ვეუბნები. მე აყვანილი შვილი ვარ თუ ნამდვილად შენი შვილი ვარ? არ ვიცი. აი ეს არის საოცრება, დღემდე არ ვიცი რატო ვკითხე. აბსოლუტურად სხვაგან მქონდა ფიქრები მიმართული და ალბათ ეს ქვეცნობიერში რომ ილექება ბავშვობიდან. თან ბავშვთა სახლში ვიყავი 1 წელი და სულ მაინტერესებს ხოლმე იქ როგორ ვიყავი, ვინ მივლით და რა ხდებოდა. და უბრალოდ არ საიდან ვკითხე. და მიპასუხა კი. ამასაც კი არ ველოდი. აი იმ წამს რაც მესაუბრა ეგრევე ადგა, გამომიტანა რაღაც საბუთები, ძველებური დაბადების მოწმობის მსგავსი რაღაც და აი შოკში ვიყავი. ოღონდ ის პროცესი რაც მესაუბრა არ მახსოვს. იმის მე 5 მოვაყოლე. და აი ყოველ ჯერზე მიჭირდა ამის დაჭერება. იმდენად არ მინდოდა. იმიტომ რომ იმდენად შესიცხორცებული ვიყავით ერთმანეთთან მე და ჩემი მშობლები რომ ვერასდროს ვერ წარმოვიდგენდი რომ აყვანილი ვიყავი. ამ კითხვის მოსმენა როგორი იყო? ძალიან რთული. მიუხედავად იმისა, თამუნა წლები ვემზადებოდით მე და ჩემი მეუღლე, რომ ეს უნდა გვეთქვა. ფსიქოლოგთანაც გავდიოდი, საკუთარ თავს ვამზადებდი და პატარა ასაკში მინდოდა, მაგრამ თურმე ძალიან რთული ყოფილა. აი პირველად ეს არ იყო პირველად დასმული შეკითხვა. ეს იყო უკვე მეორე დასმული შეკითხვა, რომელმაც უკვე როცა გადავწყვიტე რომ უნდა მეთქვა. იმიტომ რომ პირველი დასმული შეკითხვა მე პირველ ჩაწერაზე თქვი შენთან, მაშინ მკერდის ოპერაცია გავიკეთე და ანუ ეს ის მომენტი იყო რომ მაგ დროს მარტო დატოვება არ შემეძლო და მერჩივნა არ მეთქვა, მაგრამ ისიც ვერ უთხარი რომ მაშინაც ესე დამისვა, დედა მე შენი ბიოლოგიური შვილი ვარ თუ აყვანილი და გავიყინე. აი ამდენი ხანი ვემზადებოდი, მაგრამ მაინც გავიყინე. აი რაღაც სისხლი რო გაგეყინება, ხო, აი ესეთი მომენტი მქონდა და აი აქ ბურთი გამეჭყირა ყელში და ვერ უთხარი, არც არა, არც კი მეთქი დედა, რატო დაგებადა ეხლა ეგ შეკითხვა? რა მოხდა მეთქი და მაგრად ჩამეხუტა ძალიან და დაივიწყე, კარგი აღარ იფიქრო, მითხრა და როგორ არის ფიქრო, ისაც იმდენი ძველ ღამე მქონდა, ის ღამე ხო მთელი ღამე გავათენე. მაგ პერიოდში ქიმიებს ვიკეთებდი და ანუ რთული იყო ჩემთვის. მეთქვა და წავსულიყავი და ეს პლუს ამ ისედაც განიცდიდა ჩემ ჯანმრთელობას და პლუს ეს დარტყმა კიდე რთული იქნებოდა. მადლობა აღმერთს, რომ დილით ვკითხე და უშინდელი შეკითხვა რა იყო მეთქი, თქვი თუ აინტერესებს, სხვა რა გზა მაქვს უნდა უთხრა და დაივიწყოდე არაფერიო. ისე ვკითხე უბრალოდო და გავჩერდი. და მე სულ ველოდებოდი და ვამბობდი, როგორც კი დამისვამს ამ შეკითხვას, ან დამისვამს თუ არა, მე ვეტყვი და აი ეს დრო იყო. რამდენი ხნის მერე მოხდა მეორე? მე მოხდა სადღაც 5 წლის შემდეგ. და 5 წლით ადრე რატო გაგიჩნდა ეს შეკითხვა? ეგ მომენტიც არ მახსოვს. არ ახსოვს ეს მომენტიც. ადრე აი მაია ასათიანის გადაცემაშიც იყო მსგავსი პროექტები და ერთ-ერთი გადაცემის ჩანაწერი მანახა და სულ ფიქრობდი რომ რატომ მანახა ეს ჩანაწერი და მაშინ რომ ეს ამის შემდეგ იყო ამ სულ ფიქრობდი რომ იცოდა ნინი და მე მიადვილებდი, იმიტომ რომ მე მუდმივად ვსაუბრობდი ამ თემებზე ნინისთან. არ იყო ეს ტაბუდადებული. იმიტომ რომ მინდოდა რომ შეგვეებული ყოფილიყო. მაგრამ სხვაზე საუბრობდით. ზოგადად საუბრობდით ამ თემებზე, ზოგადად განვიხილავდით დედამ რო დატოვა, შეიძლება რა პრობლემა ქონდა, ანუ აყვანილი მშობელი რას განიცდის, როგორ უნდა შვილი და აი ყველა თემას ვეხებოდი, რომ რაღაცნაირად თითქოს მზად ყოფილიყო ფსიქოლოგიურად და რა ვიცი, მადლობა აღმერთს, რთული პერიოდი გავიარეთ თამუნა. ძალიან ბევრი უძილო ღამე, ცრემლები, ცალ-ცალკე ერთად. იყო ის პერიოდები, რომ ნინი რაღაცებს მიმალავდა და როგორც ახლა თვითონ აღნიშნა, მე რატო ვიტვირთე ჩემ თავზე და რატომ არა ნინის. მაინც ფიქრობდი, რომ ახალგაზრდული ეს ემოციები გადაადგმევინებდა ისეთ ნაბიჯებს, რომ მას ეტკინებოდა. რა ნაბიჯებს? აი დაუშვათ, ჩვენ ხო სახელი და გვარი გვქონდა, ჩვენ მალევე ვიპოვეთ ეს ქალი.
მალევე. და 99% ვიყავი დარწმუნებული, რომ იყო ეს ნანა შავაძე ქალბატონი და რომ ვარი რო ეთქვა ეგრევე ამ ახალ გაგებულ ცხელგულზე ჯერ ეს არ აქვს გადახარშული და პლუს კიდე არ მიიღება მომხდარიყო ან რაღაცა ძალიან დიდი დარტყმა იქნებოდა და ვფიქრობდი რომ უკეთესია რომ ისე მოხდეს რომ მე გავარკვიო მიიღებს თუ არა და დადებითი მით შემოვიყვანო ეს ხალი ვიდრე ეს ტკივილი გაიაროს კიდე და სწორი აღმოჩნდა იმიტომ რომ ჩემი შეხვედრა მაგალთან თავიდანვე მიმოწერები აი როგორი პოვეთ? სახელი და გვარით აი როგორ აი არ ვიცი ინტუიციითთან თამუნა ნინი აი Facebook-ის გვერდით დაიწყო მსგავსი გვარი სახელები ხო უამრავია და უამრავს რო ნახულობდა ამ ხაზზე შეაჩერა და ესე თქვა დედო ესეთი განცდა მაქვს შეიძლება ეს იყოს დედაჩემო იმიტომ რომ ვიზუალური მსგავსება არის მეთქი ესე ვერ ვიტყვით და მე დავიწყე ამ ხალთან მიმოწერები და ამ ხალთან მიმოწერები რომ დავიწყეთ ანუ არც გიშვებდა და არც ვარს გეუბნებოდა აი რაღაცა ეჭვი გიჩნდებოდა რომ არის მაგრამ და ამიტომ ვცდილობდი მაქსიმალურად მიმეცა დრო დადებითი და ნინისაც ამით ვაჩერებდი რომ დედო შეიძლება არ არის შეიძლება ოჯახი აერიოს არ შეიძლება პირდაპირ მისვა და ქონდა ნინის მცდელობები რომ პირდაპირ დაურეკა შეხვედრა თხოვა და რაო ვარი მიიღო არ შეხვდა ეხლა ვერაო და ხვალ შევხვდეთო, მაგრამ მე აი ზუსტად აღნიშნეთ სირამ, იმდენად სპონტანურად ვიღებდი გადაწყვეტილებებს. აი ღამით მივდიოდი 2 საათზე ბათუმიდან და ბათუმში 11 საათზე ღამით ვურეკავ ამ ქალს, რომ შევხვდეთ მეთქი. და იმ წამს მითხრა უარი, ხვალ შეგხვდებიო მითხრა. მაგრამ მე წავედი თბილისში. ხო. და თქვენ როგორ შეგხვდეთ? მე ჩვეულებრივად მე მანამდე საუბრები ვქონდა მიმოწერითი ოღონდ. უთხარით რა? კი, ყველაფერს ვეუბნებოდი, ყველა დეტალს უყვებოდი, რომ ყველა გზამასთან მიდიოდა ტელეფონზე საუბრობდით და აი ზუსტად საქმე მაგაშია. აი ისე გესაუბრებოდ, აი არის ადამიანი, რომელიც არ მოგცემს ამდენი მიმოწერის საშუალებას და პირდაპირ გეტყვის ქალბატონო ეხა თავი დამანებეთ, იმიტომ სხვა ბევრ ნანა, იცი რამდენი ნანა შავაძესთან მაქვს ნასაუბრები, უამრავ, იმიტომ ვფიქრობდი რომ იქნებ მართლა არ არის ეგა. და აი ვინც არ იყო პირდაპირ მეუბნებოდა რომ ქალბატონო მესმის შევდივარ თქვენ მდგომარეობაში და შევეცდები ჩემს გვარში და გიხმარო მოვიძიო იქნებ რამე ინფორმაცია არა ვარ და ანუ ეს პირდაპირ არ გეუნებოდა იცი რა აი დამეხსენი თავი დამანებ მე არა ვარ რას ამბობთ აი რაღაცა იმ თქვენ კი მეუბნებოდა რომ იცი რა არა ვარ მე ეს ადამიანი თქვენ როგორც ფიქრობ და ნუ რა ვიცი ხა და როგორ დაგაჯეროთ და რაღაცა მაგრამ მე რომ იწერდი რაღაცას პასუხს გაგცემ და რაღაცნაირად Facebook გვერდზე რომ დავიმეგობრე არც მეგობრებში დამბლოკა წამშალ იმიტომ რომ შემაწუხებლად ვწერდი. აი შემაწუხებლად ადამიანი რომ შემაწუხებლად გწერს, მინიმუმ გამოლანძღავ და ეთქვი რომ თავი დამანებე. ჩემმა ქმარმა გაუგზავნა მეგობრობა და იმასაც დაუმეგობრდა და ანუ პირიქით ნინისთანაც იყო მეგობრობაში და ანუ ეჭვს აჩენდა მაინც და არ ვიცი რაღაცნაირი ინტუიცია მაქვს. აი დარწმუნებული, მაგრამ ნინის არასდროს არ ვეუბნებოდი რომ 100% დარწმუნებული ვიყავი და რომ დაურეკე რაღაც გარკვეული პერიოდის მერე მეთქი მიმოწერა კარგია, მაგრამ მოდი მეთქი პირისპირ შევხვდეთ. რა ვიცი რამდენი ვესაუბრეთ ამუნა რა არ უთხარი აი მუდმივად მის პოზიციასაც ვითვალისწინებდი და უხსნიდი რომ არასაჯაროდ გამოსვლა ანუ გახმოვანება მარტო შენ და ნინი მიცოდეთ ანუ ყველა კუთხით მიუდექი და თვალებში ეტყობოდა რომ აი თვალებში რომ ჩავხედეთ ამუნა მივხვდი რომ ნამდვილად თვითონ იყო შეხვდით კი როცა რამდენ ხანში სადღაც 2 წლის მერე მანამდე ვერა მანამდე თვითონაც არ გამოუთქომ სურვილი და რაღაცა აი არა და თვალებში როგორც კი შევხედე მივხვდი საუბარშიც მეუბნებოდა რომ ესი არ არის და თან მისმენდა უყვებოდი შეგნებულად უყვებოდი ბავშვობის ისტორიებს ბავშვთა სახლის ისტორიებს რა როგორ ყველაფერს და ვეუბნებოდი რომ აი ნანა მეთქი ეხა რომ ნინი შენს წინ იდგეს მეთქი აი ვერ ეთყვი მეთქი არ ხარ ჩემი შვილი, იმიტომ რომ ძალიან გავხართ ერთმანეთს მეთქი და გამორიცხულია ესეთი იმისგან მართლა საოცრად გვანან ერთმანეთს და რა ვქნა ვაირითი და მითხრა მანამდე ქონდა მოწერილი და მაშინაც მითხრა აი გავიკეთებო დნმ-ის ანალიზს როცა ნასაუბრები ქონდა მანამდე და დარწმუნდებითო რომ მე არა ვარ და კარგი მეთქი უთხარი და გაიგეთა მაშინ არ გაიკეთა მაშინ რა თქვა არა მე ნინის მე არ ქონდა გავიკეთე ხო პერიოდები მე არ გავაკეთებინე აი რაღაცნაირად აღარ მინდოდა
ნინის კაი არ რა. იყო მზად. მე არ ვიყავი მზად. მე დაოჯახდი, რაღაც რთული მერე ორსულობა ხო. მქონდა და გავიდა პერიოდი და ამის შემდეგ უკვე ამომივიდა დნმ-ში ვიღაც ნათესავი. უბრალოდ ვიღაც ნათესავი, ქალბატონი, დედაჩემის, ბიოლოგიური დედის ბიძაშვილი, მამიდაშვილები არიან. ეს ქალბატონი რომ ამომივიდა, პირდაპირ მოვძებნა Facebook-ზე, გადავედი მის გვერდზე და ვნახე, რომ საერთო ყავს ნანაშავაძე. მეთქი, ნამდვილად ეს არის, ისაც დარწმუნებული ვიყავი. იმ წამს მივწერე ამ ქალს. იმ წამს ღამის 2 საათზე მივწერე. და მეორე დღესვე შევხვდით მე და ცირა ამ ქალს და მის მეუღლეს. როდესაც ვესაუბრეთ, რატომღაც ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ საერთოდ არ გაუკვირდათ. მართლა? საერთოდ არ გაუკვირდათ. და იმდენად საოცარი ქალბატონია, ეს ქალბატონი ვთქვათ, ვინ არის? არა, იმდენად საოცარი ქალბატონია, რომ არ ვიცი, ბოლოს წამოსვლას მეუბნებოდა, თუ არ მიგიყო შვილად, მე მიგიღებო და მკოცნიდა. და რა ისტორია მყვა? ზუსტად მან დაზუსტებით არაფერი არ იცოდა, მაგრამ იცოდა ის, რომ რაღაც პერიოდი თითქოს რაღაც ჭორის დონეზე, რომ სახლიდან იყო გაქცეული, ეს ქალი იმალებოდა და მსგავსი რაღაც. ანუ უკაცრავად იცი როგორი მომენტი იყო, შეყვარებული ყავდაო და ძალიან უშლიდა დედაო და ძალიან მკაცრი დედა ყავდაო და შესაძლებელია იყო მსგავსი რაღაცა და ამ ყველაფერშიო იყო დედა ჩარეულიო და ამიტომ მოხდა ეს ყველაფერიო. იმიტომ რომ დაცილდა შეყვარებულს, პრობლემები იყო მერე რაღაცა და ანუ ქონდა, აშკარად ქონდა საბაბი, ხა შემთხვევით ისე უბრალოდ არავინ არ ტოვებს, თუნდაც მიატოვოს, აი მე სულ საუბრობდი ნინისთან, როცა იპოვი, არ იცი რა მდგომარეობა იქნება, რა გაუჭირდა, არ ქონდათ მხარდაჭერა თამუნა ამ დროს ქალებს. რა თქმა უნდა. და ამიტომ ტოვებდნენ, თორე ხა არავის არ უნდა პირველი შვილის ასეთი და მით უმეტეს თუ შეყვარებული, არ ვიცი ხა ვისგან და როგორ არის, მაგრამ ნებისმიერ სიტუაციაში მხარდაჭერა რომ მქონდეს, არავინ არ დატოვებს შვილს. და რაღაც მომენტში მე მესმის. ისიც მესმის რაღაც მომენტში დღემდე რო უჭირს ეს კონტაქტში შემოსვლა ნინისთან, რაღაც ურთიერთობები არ არის ისე როგორც მე მირჩევნია რომ იყოს ის ურთიერთობები, იმიტომ რომ ნინი იქნება თვითონ უფრო მშვიდად და ბედნიერად. ჩვენს ურთიერთობას არ შეცვლის ეს არანაირად, მაგრამ არ შეუცვლია. სამწუხაროდ ხო თვითონ ოჯახია, ხა შვილებმა არაჩვეულებრივად მიიღეს და კი. ჯერ მითხარი თვითონ რომ გაიგო დადასტურებულად რომ შენი ბიოლოგიური მშობელი იყო, რა რეაქცია ჰქონდა? მას არ გაუკეთებია დნმ, ჩემ ადამ გაიგეთა. ჩემ დას შევხვდი, იმ ქალბატონის მეშვეობით ვინც დნმ-ში ამოვიდა, მის მეშვეობით შევხვდი და ჯერ ეს ქალბატონი ესაუბრა, ანუ ამ ქალბატონმა უთხრა ჩემს დას. იმიტომ რომ ჯერ ჩემ ბიოლოგიურ დედას ესაუბრა ეს ქალბატონი და მიხვდა რომ აზრი არ ქონდა. იმიტომ რომ ძალიან მკაც უარზე დადგა. მე კი გული დამწყდა ამაზე, მაგრამ ნუ კარგი არა უშავს, ადრესი მქონია გულის წყვეტები მეთქი. ღამე იყო, რუსთაველზე ვიყავით, ძალიან კარგად მახსოვს. ეს ქალბატონი მირეკავს და მეუნება. ნინი მოდი შენი და მზად არის შენთან შესახვედრად. ამ ქალმა უთხრა, კი, რადგან ჯერ ჩემ ბიოლოგიურ დედას რომ ესაუბრა, მიხვდა რომ აზრი არ ქონდა. იმდენად ცუდად მიიღო ეს მომენტი. შემდეგ შევხვდი ჩემს დას ძალიან ემოციურად და მისი პირველი სიტყვები იყო ვიცოდი, სულ მეგონა. მე ვნახე ის ვიდეო. კი, ვიცოდი. ესე მეუბნებოდა. რეალურად მან არ იცოდა, ჩემ ადამ, რომ დედამის ყავდა შვილი. თუმცა ერთი პატარა დეტალია, რაც ჩემ ადამ მომიყვა. რა ყოველ ახალ წელს ჩემ ბიოლოგიურ დედა, როგორც ყიდულობთ ხოლმე ნაძვისხის სათამაშოებს, ყიდულობდა ყოველი ოჯახის წევრისთვის ნაძვისხის სათამაშოს. და ყიდულობდა ერთით ზედმეტს. ეს დეტალი ჩემ დას ამოუტივტივდა. არ უკითხავთ, ბავშვები იყვნენ და არც უკითხავთ. უბრალოდ ჩემ დას ახლა ამოუტივტივდა თავში ეს მცირე დეტალი. თუმცა ამ ქალს მე გარდაცვლილი ვეგონე, როგორც თავად ამბობს. ზოგადად მე და ამ ქალბატონის ურთიერთობაში ძალიან დიდი როლი ითამაშა ჩემ ადამ. ჩემი და ჩავიდა ბათუმში დაელაპარაკა მას. ჩემ დასთან პირდაპირ თქვა კი.
ეს ჩემი შვილია. უთხრა. კი, პირდაპირ. მე შვილი გავაჩინე, თუმცა მითხრეს რომ გარდაიცვალა. როგორც კი დაიბადა, იქვე პერსონალ გასაკვირველია. და ესეთი რამე თქვა, მე რომ ცოდნოდა რომ შვილი მყავს, შენ არ დაიბადებოდი, ანუ გავსდიდი მარტო და ასე შემდეგ. მაინც მე რაღაცნაირად მაინც ეჭვმეპარება რაღაცებში, მაგრამ ხო, რა ვიცი. კაი, მოდი არის ღრმად აღარ ჩავიეთ მაგამ ბავშვ, თუმცა ვიტყვი რომ ბავშვთა სახლში არ გადაყავდეთ ბავშვები რომ ხო. იბარავდნენ. კი, ვიცი. ზუსტად მაგიტომაც. კარგი. შემდეგ წინა წელს ჩვენ შევხვდით ერთმანეთს. რამდენი ხნის მერე გაგებიდან რამდენი გაგებიდან მალევე. ამ ქალმა რომ გაიგო თუ მე რომ გავიგე? შენ რომ მე რომ გავიგე იქიდან 4 წლის შემდეგ. არა, ტესტში რომ დაამოგივიდა მაქედან. ტესტში რომ მივიდა იქიდან, არ ვიცი, რაღაც თქვენი 5 პერიოდი. დღეში. ხო? ჩემი და რომ მივიდა, ეგრევე მითხრა, წავედით ბათუმში. ეგრევე მითხრა. ახლავე წავედით მეუნება. ეგრევე წავედი. იმ ძალიან იმ ხალხი ჩემი და რო არ ყოფილიყო, აი მე ამდენს ვერ შევძლებდი ფიზიკურად. იმიტომ რომ იმდენად გვერდში დამიდგა, მივხვდით იმის რომ ჩემზე 7 წლის პატარა ისეთი სიყვარული და გვერდში გამვიგზენი მისგან და დღემდე ასე ვგრძნობ რომ მის გარშე ვერაფერს ვერ ვიზამდი. ან მე ამ ქალს შეიძლება არ შევხვედროდი. შეიძლებოდა მართლა. და რაო? როგორც კი დავინახე, ცირა წამოგვწახები. არა, ცირა ყოფილა. მე ჩემი დედა ბიოლოგიური დედა ვიყავით. როგორც კი დავინახე, პირველი ემოცია იყო ის, რომ აი თითქოს მეგონა რომ ვუყურებდი ჩემს გაზრდილ ვერსიას. აი უფროს ვერსიას. მივუახლოვდი და ჩამეხუტა იმ წამსვე. აი თელი ღამე, წინა ღამეები ვფიქრობდი, ნეტა რას ვიგრძნობდი მასთან შეხვედრისას, ნეტა რას ვიგრძნობდი მასთან ჩახუტებისას. მაგრამ აი იმ წელს ვერაფერი ვერ ვიგრძენი, აბსოლუტურად სიცარიელე ვიგრძენი. თითქოს უცხო ადამიანს ეხუტებოდა, აი ჩვეულებრივად უცხო ადამიანს. კი, ესეა. კი, ჩემც უცხო იყო, მაგრამ აი თითქოს მეგონა რაღაც კავშირს ვიგრძნობდი, როგორც თირასთან მაქვს მთელი ცხოვრება, კავშირი, მასთან ჩახუტება, სხვა ემოციებით არის ავსე. ვერაფერი ვერ ვიგრძენი. თან გული დამწყდა ამაზეც. და რაო? დავიწყეთ საუბარი, ჩემოდამ დაგვტოვა. და პირველ რიგში მაინტერესებდა რა და როგორ მოხდა. დაიწყო მოყოლა, რომ მე არ გამიშვილები ხარო. შენ თავი სავარაუდოდ წამართვესო. ну მისი როგორც ცირამ აღნიშნა, კაცრი დედა ყავდა და თავად მითხრა, როდესაც ბავშვას შვილებენ, წერს დედა ხელწერილსო. მე გამოვითხოვ იმ ხელწერილს, წაიღე ექსპერტიზა, შეადარე, რომ მე ეს ხელწერილი არაფერი არ დამიწერია. შეიძლება დედამის ფოტოწერა. ხო, აი ეს შესაძლებელია, არის, კი, ამას ეს გონია ჩვენც ნამდვილად. შემდეგ ვკითხე. რამდენი წლის იყო? სხვაშორს არ იყო დიდი, 20-21 წლის იქნება. არც ისეთ პატარა არ არის, ხო, არ იყო არც ისეთ პატარა. ხო, ნამდვილად. და მამა? მამასთან დაკავშირებით. აი აქ მივადექით ჩიხს. კი, ჩიხიას ნამდვილად კი. მითხრა სახელი და გვარი. მე არ დაგიმალავო, სახელ და გვარს მომითხრა. აქაც ვიტყვი მაშინ, ხო? კი. ამრავგვარი და სახელი. კი, ძალიან იმდენად ბევრია, რომ არ ვიცი. ტარიელ ზოიძე. თუმცა სახელში არ ვარ ჩვენ დარწმუნებული. რატო? რადგან ვინც იყო ტარიელ ზოიძე, მე ყველა გავტესტე. ხო. ყველა. და იმ ტარიელსაც ხომ მივაგენით რაღაც ისტორია რომ მქონდა ვიღაც ნათესავი ის ნათესავი აღმოჩნდა შორაული, კი. სხვა ტარიელ ზოიძესაც მივაგენი საზღვარგარეთ რამდენიმე, არც ერთი არ აღმოჩნდა. და რა სამბობს? რით იხსნის ამას? არ ვიცი, გარდაიცვალაო სავარაუდოდ. ჯერ მითხრეს დაჭრესო და გარდაიცვალაო. მე უსწრაფში დავრეკე, რასაკვირველია, ამ სახელი და გვარი თუ არის ადამიანი გარდაცვლილი, არ არის. როგორც ხდება თამუნა, დიდი ალბათობით არის რაღაც ისეთი ისტორია, რომ არ უნდა გამჟღავნება, ეს ძალიან ხშირია ეგ მომენტები, როცა კი. ესე ხდება რაღაცა გაურკვეველი სიტუაციები, მე უჭირთ ხოლმე სინამდვილე რეალურად, იმიტომ რომ შეიძლება მე იმან გამოიწვიოს ამათი შეხება ურთიერთობები რაღაცა ისე და რა ვიცი, მე ვეუბნები ნინის, ძალიან ემოციურად იყო ნინი, განწყობილი, ძალიან ბრაზობდა, ეხაც გაბუტული არ აქვს კონტაქტი. რატო?
ანუ რომ არაყენებს ხო კი, მამის ამბის გამო, რადგან სწორგზაზე რომ არაყენებს. ჩემთვის მე მისგან იცით რას ვთხოვდი? უბრალოდ აღიარებას და სიმართლეს. ანუ შვილად აღიარებაში გულისხმობ იმას, რომ ჩემმა დებმა იმდენად კარგად მიმიღეს და იმდენად მე მოლოდინები არ მქონია თავიდან, მაგრამ იმდენად კარგად მიმიღო ორივე დამ, რომ აი მისგანაც მომიდა რომ მივიღე. აი აღიარება მჭირდებოდა. აღიარება გულისხმობდა იმას, რომ აბსოლუტურად ყველა ნათესავს რო ვიცნობ და ყველა ნათესავმა რომ იცის, მისმა ოჯახმაც რომ იცოდეს. არ ვიცი. აი რაღაცა ხო, აი კი ზუსტად, რადგან ბათუმში როცა ჩავედი და როცა ხვდებოდი, მასთან სახლშიც ვიყავი. იმ დროს უნდა ყოფილიყავი, როცა არ იყო სხვა ოჯახის წევრები. ნახე, მე ბიოლოგიური დედის მხრიდან არ მაღიარებს არავინ. ნუ თვითონაც არ მაღიარებს, მაგრამ მის ძმებს, ბიძაჩემებს პირველად მიმართა სხვათა შორის ეს ორი ბიძა მყავს, რომლებსაც კატეგორიულად არ უნდათ ჩემი აღიარება კი არა, ძალიან აგრესიულად არიან შესმოთ განწყობილები, გეგონება მე დავაშავე რამე. ბიძების მეუღლეებს, ანუ ძალიან უარყოფით დამოკიდებულება აქვთ მათ ჩემს მიმართ, მაგრამ მე შემს არაფერს არ ნიშნავს. აი, საერთოდ არაფერს არ ნიშნავს. მიუხედავად იმისა, რომ მამის მხარესთან ფანტასტიკური ურთიერთობა მაქვს, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ამან გადაწონა, ვთქვათ, იმათი უარყოფა. არაფერს არ ნიშნავს. აი მე ვფიქრობ, რომ მათ უფრო მეტი რამე აკავდებათ ჩემს იმართ ესეთ დამოკიდებულებით, იმიტომ რომ მაინც უარყოფით და აგრესიული დამოკიდებულება პირველ რიგში ჩვენ გვაზიანებს. ანუ მათ აზიანებს. ახლა დიშვილთან რომ არ გინდა ურთიერთობა. საკუთარ დიშვილთან. ეს შენი პრობლემაა. შენ შეგიქმნი შინაგანად პრობლემას, თორე მე ყოველთვის გახსნილი ვიყავი მათთან ურთიერთობისთვის და ყოველთვის მინდოდა და სულ ათვალიერებ ხოლმე ფოტოებს, მაგრამ აი ძალიან, ანუ არაფრის მომცემი არ არის ეს. არაფრის. კი, მაგრამ მათ ხო იციან სიმართლე. კი. ან მე უბრალოდ მინდა რომ მისმა ოჯახმა იცოდეს. ან ცოდნა მინდა, ანუ აღიარებაში ამას გულისხმობ. ის კი არა რომ ურთიერთობა გქონდეს ეს სისტემატიური და რაღაც. მე ჩემდებთან ისედაც მაქვს ურთიერთობა და დარწმუნებული ვარ რომ სულ მექნება. მე მხოლოდ ის მინდა რომ მისმა ოჯახმა იცოდეს. ესე ვუთხარი ზუსტად ბოლოს. არ მინდა რომ ვიყო დამალული შვილი. ზუსტად ეს ვუთხარი. კი. კი. და იქ უჭირს. ხო. რთულია ამის გადალახვა. თან მესმის, თან არ მესმის. აი ქმარი რო არ ყავდეს ახლა როგორც ჩემს შემთხვევაში არც ქმარი ყავს არ შვილი. კიდე ცოტა გაუგება იქნება და მაგრამ რთულია რა ქმარი. ამას უნდა ძალიან დიდი სიძლიერე რომ შენ მეუღლეს უთხრა ეს მომენტი რაც არის ხა რეალურად და როგორ მიიღებს არ იცის რა იქნება არ იცის შეიძლება რომ იცის როგორც მიიღებს მაგიტომაც საზოგადოების აზრიც ის არის მისთვის ესეც დასანგრევი სტერეოტიპებია იმიტომ რომ სხვათა შორის მე მივწერე კიდევაც რომ აი მეთქი რო გიჭირს და გიჭირდა ამდენი ხანი გვაკარგინე მეთქი დრო ეხლა მაინც უნდა კარგავ დროს მე არ გიშლი ხელს მეთქი და პირიქით მე მოხარული ვიქნები იმიტომ რომ ეს ნინიზე ყველას უკვირდა თამას სხვათა შორის აი რაღა გინდა ეხლა ხო იპოვა და თუ არ არის ეგრე ეხლა შენ ყველაზე კარგად გაიგებ შენ არ გაინტერესებს და ისინი მეც კარგავენ მაგრამ შენს ფიქრებში მაინც მოდი და თან ადამიანების სხვადასხვა ხასიათების არიან აი ნინის ეს ხასიათი რო აქ და არ არის დამალული ჩვენ შორის ტაბუდადებული დღემდე ეს თემა და ისე ვსაუბრობთ ვიცი რომ აწუხებს ეს შეიძლება სამაგიროს აი იმ წლების სამაგიროს გადახდის მომენტიც არის რომ გინდა თუ რა ქმარმა გაიგოს აი შეიძლება ეგოიზმის მომენტიც აქ ნინის და ამიტომ უნდა მე სულ ვეუბნები რომ არაფერს არ ცვლის ეხლა მის ქმარი რას გაიგებს მაგრამ არის მეორე მომენტი იმდენმა ადამიანმა იცი შეიძლება ისე მოულოდნელად გაიგოს იმ კაცმა კიდე უარესი დარჩეს ეს მისი პრობლემა ხო ეგ მისი პრობლემა ეგ ჩვენ არანაირად არ გვაწუხებს მაგრამ მე მაინც ფიქრობ ზოგადად და შეიძლება მე რომ მაქვს ეს დამოკიდებულებები იმიტომ ვფიქრობ ესე რომ ნებისმიერ სიტუაციაში რაც არ უნდა წარსული ქონდეს ჯობია იყოს აღიარებული ვიდრე ამის შიში ცხოვრო ადამიანი აი ეს თქვენ რო გყავდეთ ბავშვი ეს გაშლებული ქმარს ეტყოდეთ ჩემი ხასიათთან გამომდინარე ვეტყოდი თამუნა არ ვიცი ზართულია ხო როგორი რთულიც აი ნახე რომ ხო ის ხო რთული იყო რომ ნინისთვის მე სიმართლე მეთქვა თუ ქმრის ხასიათებიდან გამომდინარე მე ესე ვიტყოდი თუ ერთხელ დავკარგე აი
არ ვიცი, შვილი ჩემთვის იმდენად მნიშვნელოვანი და იმდენად ეს ნანატრის განცდის მომენტის გამო მაგ თუ ვერ გეტყვილის გამო ვერ დავკარგავდი შვილს კიდევ. მოხდა რაღაცა ჩემ ცხოვრებაში, ძალიან ბევრჯერ მიფიქრია სხვათა შორის ამაზე. აი და გამიკეთებია პარალელები და ჩემი თავისთვის დამისვამ შეკითხვები და მე ზოგადად ესე უდგები საკითხი. და ვერ დავკარგავდი ქმარს. და შვილს ვეღარ დავკარგავდი. ანუ თუ ის ვერ მიიღებდა და ვერ გამიგებდა ამას, ასეთ ქმარი რად მინდა? არ არის ხა ესეთი არა, არ არის ესე მარტივი. არ არის, მაგრამ შენ წარმოიდგინე, მე მყავს ახლობელი. შორს არ წავალ, ჩემი ძმისშვილი აყვანილია. მე იცის? კი, იცის და ბიოლოგიურმა დედამ იპოვა. ანუ იმ ქალს ჰქონდა მართლა ისეთი მძიმე ისტორია, რატომაც დატოვა შვილი, სულაც არ უნდოდა შვილის დატოვება. ბევრი რაღაცა მიზეზები იყო და მთელი ცხოვრება იცოდა, სად იზრდებოდა ჩემი ძმისშვილი და ძალიან სწორად და ძალიან კარგად გამოჩნდა მის ცხოვრებაში. და მე როცა გავიგე დაუკავშირდი ამ ქალს და მოხდა მოკლედ შეხვედრა გაცნობა ბევრ დრო რო არ წაკართვათ და მე იყო ოჯახში დაყავდა მასთან სადაც იყო გათხოვილი. შვილი აღარ ყავს. და სულ ვეუბნებოდი რომ შენ უნდა გადალახო ეს ბარიერი და შენ უნდა უთხრა შენ ქმარს, იმიტომ რაღაც დროში აუცილებლად გაიგებს. ან ეჭვი შეეპარება, ან რაღაცა და ჯობია და მან მოერია საკუთარ თავს და უთხრა ქმარს და იცი როგორ სწორად და კარგად გაუგო ამ კაცმა. პირიქით შვილივით მიიღო ჩემი ძმისშვილი. კი ბატონო, ადამიანებზეა დამოკიდებული, ხო. მაგრამ ეთყობა მას არ აქვს ქმრის იმედი რომ გაუგებს. შეგითხრა, შესაძლებელია. და მამაზე რას ამბობ? საიდან იყო? მამა იყო მისი თქმით შუახევის რაიონიდან. ნუ გვარად ზოიძე მოკლედ, მაგრამ იქ ძალიან ბევრი ზოიწია, უამრავი ნათესავები პოვე, მაგრამ ყველა შორეული. ხო. საქმიანობა არაფერი არ ვიცი. აბსოლუტურად არაფერი არ ვიცი. ვიცი რომ ერთჯერადად ქონათ ურთიერთობა. ეგეც არავინ არ იცის. შეიძლება სახელიც არ უთქვამს იმ კაცს სწორად. ხო, აი სახელზე მაქვს ეჭვი, რადგან მე ვინც ამევიდან უმეტესობა ყველა ზოიძია და ყველა შუახეველია. ანუ ეს მიმართულება სწორია შუახევი. თუმცა აი სახელზე მაქვს ეჭვი. შეიძლება თავად არ უთხრა სწორად სახელი. ხო, თავად არ უთხრა, კი, ესეც შესაძლებელია, კი. შეიძლება არ იყო და მე მაინც იცით რისი ეჭვი მიჩნდება, შეიძლება შეყვარებულთან რაღაც გულის ტკივილი და რაღაც, რადგან იყო შეყვარებულზე საუბარი და მქონდა პრობლემები და ისა შეიძლება ამის გამო არ უნდოდეს. ხო. შეიძლება. არ არის გამორიცხული. ანუ 90% შემთხვევაში დედები არ ამბობენ. არ ამბობენ, კი. მამის ვინაობას და ძალიან გვიჭირს. მოკლედ ვეძებთ მამას ტარიელ ზოიძეს შუახევიდან. ტარიელს არა, ზოიძეს. ზოიძეს, ხო. მე ვამბობ შეიძლება ზოიძეც არ არის, იმიტომ რომ სხვადასხვა გვარის ნათესავები რო ამოდიან. იქნება, კი. უჭყოდესთ. ვისაც ქონდა შავაძესთან ურთიერთობა 97-ში. 97 წელს. კარგი, ახლა ცოტა სხვა მხარეს გადავიდეთ. როგორია დედის ემოცია, როდესაც მისი შვილი პოულობს ბიოლოგიურ ოჯახს? რომ იცი როგორია აი თავიდან ისეთი აჟიტირებული და ჩართული ვიყავი, არც ვერც ვიაზრებდი, მთავარი იყო რომ ეპოვა, დამშვიდებული იყო, იმიტომ რომ მთლიანად გადართულიყავი ნინის სიმშვიდეს. ხო, მაგრამ აი მე ვიცი რომ ოჯახის წევრები და ნაცავები ცოტა კითხავდნენ. კი, ვაი, საკუთარი და საკუთარი და საკუთარი ნათესავები ისე დღეში მაგდებდნენ, მეთქი თავი დამანებით კაცო მე ვიცი ჩემი მეც კითხავდნენ, რა გინდა? აი პირველ ეს რა გინდა, რა შეგჭირდება, ხომ ყავს დედა და მამა? მაგრამ უნდა მე მგონი. კი, აი მართლა ძალიან. და სხვათა შორის რატომ მინდოდა? იმიტომ რომ ვერ აი ხო გამოცილი გაქვს ამუნა. თუ არ იპოვი და იმას რასაც ეძებ, არ ამოხსნი, მთელი ცხოვრება არ ხარ მშვიდად. მაგრამ არ ეძებდა ნინი. როგორ არ ეძებდა? თავიდან სანამ გაიგებდა, ხო, თქვენი ინიციატივით მოხდა ეს ყოველი. მერე როცა გაიგო უკვე, მერე როცა გაიგო, ხო. სურვილი ხო ქონდა უკვე და მერე ხო საუბრობდი და როგორ შეიძლება რომ არ იცოდეს. აქ არის გენეტიკა, აქ არის შვილი, თვითონ კი გათხოვდა და მადლობა ღმერთს არ მოხდა გადაკვეთა, მაგრამ ეხლა მას ხო შვილი ყავს და ბევრი რამეა. და ამ ბევრ რამესთან ყველაზე მნიშვნელოვანია, რაც არის ადამიანის ფსიქოლოგია. რაღაცა, რასაც ვერ ხსნი, მთელი ცხოვრება გაწუხებს.
მთელი ცხოვრება და ეს ისეთი ამოუხსნელი თემა რჩება, რომ ვერ იპოვო ბიოლოგიური ოჯახი, მამასაც რაღა გინდა თუ ეხა რო ეძებო, ანუ მამას რატო ეძებს? იცოდეს ვინ არის და გენეტიკის მხარე აუცილებელია. და ეს ანუ მე უფრო მშვიდად ხარ, ცხოვრებას უფრო მშვიდად აგრძელე. არის რომ დახურავ რაღაცას, აი დაადებ, მოხმზე აღარ ფიქრობ. წაშლი შენი მეხსე, მაგრამ ამას ვერ წაშლი თამუნა. ეს წაშალო არის, აი გამორიცხულია, სულ გაწვალებს და რაღაცა იმდენი საზრუნავდა, იმდენი დარდი და იმდენი ფიქრი აქვს ადამიანის ცხოვრებაში, ანუ ეს კიდე რატო უნდა გემატებოდეს, ისი ამოხსნათ შესაძლებელია და ფიქრიდან გათავისუფლება და რა ვიცი, მე მგონია მე ჩემ შულზე ვფიქრობდი და მაგიტომ ვცდილობდი და იცი ყველაფრის ფიქრი მქონდა. ყველანაირი ფიქრი შიში, ეჭვი, უამრავი უძილო ღამე გამიტარებია და იმდენჯერ ცრემლებით რომ აი რა მოხდება, მაგრამ ის რომ ნინი წავა და მე დამტოვებს, ამის შიში არ მქონდა არასდროს. აი არ ვიცი. სხვებს რატო აქვთ? ვერ ხსნით ამუნა ამაზე. აი მე ვფიქრობ და ერთ რამეს დადასტურებით ვეტყვი ყველა იმ დედას, რომელსაც ეს შიში აქვს, რომ რაც უფრო მეტად მალავ და გაურბიხარ ამ საუბარს, ეს უფრო მეტად ართულებს შვილთან ურთიერთობას. ჩემი გამოცდილებიდან მე ნინის უთხარი დავასრულე, მაგალითად უთხარი სიმართლე, მაგრამ მე არ დავდგომოდი გვერდით. ხო. არ გამეცა ეს ყველა მის კითხვაზე პასუხი. შეიძლება ნინის გაეგრძელებია ძებნა, მაგრამ მე არ გამეგრძელებინა ძებნა. და ნინის კითხვები რაც ქონდა, მე ამერიდებინა მერე თავი და დავბოღმილიყავი, გამჩენოდა ეჭვი, გამჩენოდა შიში ნინის დაკარგვს, აუცილებლად გააფუჭებდა ჩვენს ურთიერთობას. იმიტომ კი არ გააფუჭებდა ურთიერთობას, რომ ნინის უნდოდა ჩემთან ურთიერთობის გაფუჭება. ეს სიტუაცია მოიტანდა, იმიტომ რომ ნინი დაიძაბებოდა რაღაცა, ის რაღაცას არის და მე აუცილებლად ეს პატარა მარცვალი აგორდებოდა და აი მე კიდევ ლაგდებოდით შეიძლება, მაგრამ აი ამან გაადვილა. სიმართლის თქვამ, სწორად მიდგომამ, ჩემი შიში ჩემში დავტოვე, ჩემს ეჭვებს ჩემში ვებრძოლე, ყველაფერზე ვიფიქრე და იცი რა უთხარი, აი ჩემ ერთი პერიოდი მქონდა ესეთი რაღაცნაირი სხვებმა რო ძალიან მითხეს, რომ აი რო დაიწყებს მასთან ურთიერთობას, მე ხო გაგიჩნდება ეჭვი და შიში და რაღაცნაირი გექნება მაინც შენ ეგოისტობა, რომ აი ის შეიყვაროს და რაღაც მოხდეს და ეს ფიქრები რო დაუშვი, ცოტა წამიღო, იცი? და რომ წამიღო, მე ჩემთავს ესეთი რაღაცა უთხარი. ამდენი წელი მე ვფიქრობდი იმასაც, რომ შეიძლება მოპარული შვილია. მე ხო არ ვიცოდი ზუსტად, დარწმუნებული ხო არ ვიყავი რა მოხდა და მოპარული შვილია და მისი დედა მთელი ცხოვრება განიცდის ამ მოპარული შვილის, ეხა ხო უყურებ დედების ისტორიებს. და მე რო ამ ფიქრმა წამიღო, ჩემთავს უთხარი. ამდენი წელი მე თუ ვიბედნიერე, როგორ არ მივცე ეხა უფლება იმ დედას, რომ დატკბეს ამ გაზრდილი შვილის და მე თუ ხელს შეუშვი, მე ხო გავაფუჭებ ამ ყველაფერს და ეს შიში მე ხო გამიფუჭებს ამ ყველა მიდგომას. და რა ვიცი. ამას ჭირდება ძალიან დიდი ვაჟკაცობა. მე ამაში ძალიან დამეხმარა ანა, ჩემი ფსიქოლოგი. და აი პატარაობიდანვე გვყავდა ჩვენ ფსიქოლოგი, მე და ნინის ოჯახის და სულ გავდიოდით კონსულტაციებს და ყველას ურჩევდი ხოლმე, რომ ნებისმიერ სიტუაციაში ურჩევდი, რომ რაღაცა პრობლემები რო ქონდა ჩვილთან. ეხლა კიდე მით უმეტეს, როცა ადამიანს უჭირს, აი დღეს აღარ არის ეს ისეთი მომენტი, რომ ამას ვერ შეძლო ადამიანმა ფსიქოლოგთან. თუ არა და მომართოს ნებისმიერმა დედამ და გაუწევ არ არის პრობლემა ფსიქოლოგიურ როგორია დახმარებას. ორი დედის შეხვედრა. მე კავკასიური წრე. კავკასიური წრე. სხვათა შორის, როცა წავიდა ბათუმში ნინი და შეხვდა, აი რაღაც ეუფორია კი მქონდა თამუნა. აი ამათ შეხვდეს. ძალიან გამიხარდა, რომ შეხვდნენ კარგად, მაგრამ პირველი რა გითხარით დედი? მეთქი ჩამეხუდი. აი იმ წუთას როგორც კი ამათი შეხვედრა და ჩახუტება მოხდა, ნინი შევიდა საპირფარეშოში და მირეკავს იმ წუთას მე. დე იცი ჩამეხუდა. და მაკოცა და აი რაღაცნაირად ვარდე, ვერ ხვდები ვერაფერს დანგავ. მეთქი დამშვიდდი, დაწყნარდი. რა თქმა უნდა ასეთ შვილს ჩაგეხუტებოდა. პირველი სიტყვები ეგ იყო. რა თქმა უნდა არ შეიძლებოდა დედა სხვანაირად რომ შენ არ ჩაგხუტებოდა ეხა რომ დაგინახა ასეთი შვილი გამორიცხული იყო. თქვენ რა იგზენით მაგდროს? და რაღაც მაგუზე მაინც გამკრა. ხო. გამკრა არ შეიძლება რომ არ გაკრას და საღამოს რო ვისაუბრეთ და რაღაცები რო უთხარი, ერთი მომენტი მომეჩვენა რომ რაღაცა ნინი ისე არ მითხრა.
უხეშად და მეც გრძნობდი მისგან. აი რაღაცნაირად გრძნობდი, რომ აი კიდე მომიყევი. ეხლა რამდენჯერ მომაყოლეს რომ ჩამოვიდა და კიდევ თხოვე რაღაცა შეკითხვები და ეს იმდენად იყო ამ ყველაფრი დატვირთული, აღარ უნდა და საერთოდ ხასიათი აქვს. არ უყვარს ცხელგულზე რაღაცებზე საუბარი და მერე უამრავჯერ ილაპარაკებს იმ თემას და რო ჩამოვიდა მე და ჩემი მეუღლე დავჯექით და აი ჩემი მეუღლე ყველაზე მეტად განიცდის და რაღაც სულ ისე სხვანაირი ემოციური დატვირთვა. ვილაპარაკეთ და მასეს ხო, აი რა ვიცი ნინი მთქვას მამაზე. აი, როდესაც პირველად გავიგე, როდესაც სირას ვკითხე, მე ყვანილი ვარ თუ შენი შვილი ვარ, მეთქი. აი, მაგ დროს აბდექი სატოლიდან გავიქეცი მამაჩემთან და ჩავეხუტე. და ვაკოცე, იცი ცირამ სიმართლე მითხრა და რა სიმართლე ეგ არ არის სიმართლე. ეგრევე გვითხრა. მაგრამ შემდეგ უკვე როცა დამინახა რომ მე არსად არ წავედი. მე მათთან დავრჩი, რა საკვირველია, იმ ჩემს წარმოუდგენელია, რომ სადმე წავიდე სხვაგან. ან მათ გარეშე სიცოცხლე. აი, ამის შემდეგ უკვე მამაჩემიც დამშვიდდა. ის გიწყობდათ ხელს მოძიებაში? აი, იცდილობდა რომ არ ჩარეული იყო, იცდილობდა, მაგრამ აი, მე და ცირა რომ საუბრობდით, მოვიდა და მოგვიждდებოდა. მაგრამ უშუალოდ მე რომ ისულიყავით და დავაპარაკებოდი, რა თქინდა ახლა რო ეძებ, ესე მეუბნებოდა რაღაც მომენტებში. მაგრამ წინააღმდეგი არ იყო. წინააღმდეგი არასდროს არ ყოფილა კი. ეს ხო რაღაც მეტი ქონდა გვისი. კი, უფრო მეტი შიში ქონდა. შენი დამოკიდებულება როგორ შეიცვალა მასმენი რაც გაიგე რომ ეყავი აყვანილი? დამოკიდებულება იმ შეიცვალა რომ უფრო მეტად დავაფასე ჩემი მშობლები. ეს არის ყველაზე მთავარი. უფრო მეტად შემიყვარდნენ. რადგან აი ზოგჯერ წარმოვიდგენდი ხოლმე. აი მათი ბიოლოგიური შვილი არ ვარ. აი ესე როგორ არიან, აი მე ხომ ცხოვრებაში არ მიგრძნია ეს. არასდროს არ მიგრძნია რომ მათი სისხლი ხორცი არ ვიყავი. ეს აღზრდის ბრალია ნინი როგორიც არის? ზოგადად იცი როგორ არის, ზოგადად მე ვფიქრობ ადამიანის შინაგანი სამყაროც უნდა გიწყობდეს ხელს როცა აღზრდი. ხო. მოყვებოდეს უნდა. და მე ზოგადად თავიდან ესე ვიყავით ჩვენ, ყოველთვის ნინის ყველა ფიქრი, ყველა სიტყვა, აი ნინი იყო პრიორიტეტი, რა სიტყვა და აი პატარაც რომ იყო, ყოველთვის აზრს ვეკითხებოდით მე და ჩემი მეუღლე, ამაზე ვიყავით შეთანხმებული. არ მქონია არასდროს ამ უნდა ეს მომენტი, რომ აი ბავშვი ხო არის და რაღაცა არის ესეთ მომენტი, რომ გაბრასდი და აი არასოდეს არ ყოფილა ჩემს ფიქრში. თავ შემიკავები რამე გაბრაზებაზე და ამას როცა გაიგებს მე აი ეს ფიქრი არასდროს არ მქონია. მე ვიყავის დედა, როგორი დედაც უნდა ყოფილიყავ. როგორი დედაც უნდა შემდგარიყავი და ალბათ ამან შემიწყო ხელი, რომ აი რაღაცა არ იყო დედაშვილობაში თამაში ვერ წარმომიდგენია. მაგრამ არის ხოლმე მე გამიგია რომ უფრთხილდებიან შვილებს ახდაში რაღაცებზე რომ მე რა უშავთ აი ეს რომ არის ფიქროს რომ რადგან აყვანილი რომ მეკცა ესე. არა. ეხა იმას ხوارს არ უნდა გადახვიდე, ისე არ უნდა მოექცე. არ ვიცი. მეც მიფიქრია აი რატომ არ უნდა ყავით 10 წლის ხო ნანატრი ვარ. აი ჩემთვის ვერ წარმომიდგენია რომ აი არ ყავდა აქამდე შვილი. ოღონდ მართლა. აი იმდენად საოცარი დედაა რომ ჩემთვის წარმოუდგენელია ეგ. აი დედობისთვის ადამიანი აი ხომ არ ზოგი იბადება დედობისთვის. ზოგი კარიერისთვის. აი ეს ქალი არის დაბადებული დედობისთვის, მაგრამ არა მარტო დედაჩემი, მამაჩემი. იცით როგორ აი იმ დროს ესე მამები არ იყვნენ ჩართული შვილის განათლებაში. აი უბრალოდ საღამოს მოვიდოდნენ, რაღაცა გამარჯვებას ეტყოდნენ და დაიძინოთ. მორჩა, არა მამაჩემი, იცით როგორ ჩართული მათ დღემდე ყველაფერს ჩემთან არის ჩართული. არ ვიცი საოცარი მამაა. საოცრად გაგიმართლა შენ რომ ესე ოჯახში აღმოჩნდი. ნამდვილად. და მე ვფიქრობ რომ ხანდახან ცუდი იმიტომ ხდება ჩვენ ცხოვრებაში რომ მე ბერად უფრო კარგი ბევრი კარგი მოხდეს. იმიტომ რომ მე ხა ქალბატონ ნანას არ ვაკნინებ, მაგრამ მას რომ არ გაეშურებინა ეს დარაჩულები ხალხში ხო ვერ მოხდებოდა. კი, ნამდვილად. სხვათა შორის თამუნა რამდენადაც საოცარი არ უნდა იყოს ნინის ჩვენს ოჯახში შემოსვლა, რა თქმა უნდა, მოყვა მერე სუფრა. ხო. და ჩემი ქმრის პირველი სადღეგრძელო იცი რა იყო? იმ ქალს გაუმარჯოსო, ვინცო ნინი გააჩინაო და არ ვიცი რისთვის დატოვაო. თქვენთვის.
და რისთვის დატო, ანუ პრობლემა იგულისხმა და მე მადლობას ვუხდი ამ ქალს და როცა მოვა დრო რომ მე მოისურვებს რაღაც არ არსებობსო დამალული არაფერი და როდესმე როცა მომიწევ შეხვედრა მე აუცილებლად მადლობას ვეტყვიო მასო რომ მამობის ღირსი გამხდა ნუ მამაკაცისგან ესეთი დამოკიდებულება და გადაწყვეტილებაც ჩემ მეუღლის იყო და ჩემი მეუღლე მოხდა პირველად ბავშვთა სახლში, მან ნახა იქ ბავშვები და მთელი ღამე არ ეძინა და მეორე დღესვე წავედით. და რაღაცა სასწაული ღვთისნება იყო რომ ახლობლების დახმარებით უცებ მოგვარდა ეგ საკითხი თორე. იმ ღამეს რო გადაწყდა. მე მახსოვს ეს ისტორია. არ ეძინა. ნინი როგორ აირჩია აი არ ვიცი. მოგიხოთ ესეც მოგვიყევით. აი ნინის და მამამისის ეს შეხვედრა იყო რაღაცა მართლა ღვთისმსწაული კი, იმიტომ რომ იქაც რო შევიდა ძალიან ბევრი ბავშვები იყო და ყველა ფეხებზე გედება და ყველა გიყურებს ეს პატარები, მაგრამ კონკრეტულად როცა წავედით, მე გამიშვა მარტო და როდესაც ვიჩექეთ იმ ქიმის კაბინეტში და ნინი შემოიყვანეს, მე ვერ მოვკიდე ხელი. და რატომ? აი შიში გამიჩნდა რისი? არ ვიცოდი რა გადაწყვეტილებას მიიღებდა ჩემი მეუღლე და ვფიქრობდი რომ არ ვიცი რატო ვფიქრობდი ჩემი გადასაწყვეტი იყო დედამთილ მამამთილსა ჩემ მეთანხმებია. აი ესეთი აზრი მქონდა და ეხა 1 წლის იყო და ალბათ არ ვიცი. ვერ გეტყვი, იმდენად დაბნეული ვიყავი მაგ დროს და ვერ მოვკიდე ხელი ვერაფრ და უყურებდი როგორი იცი, აი უკვე ჩემი იყო. ესე უყურებდი, მაგრამ ხელი ვერ მოვკიდე და წამოვედი ჩემი ქმრის დასაძახებლად, რომ ისიც ამოსული იყო და მეთქი ახლა უყოვნები რომ აი რა ვქნათ ბადრის და რა ბადრი დამაყვალაო, ანუ მშობლებზე ამბობს. ეს არის შენი გადასაწყვეტი. შენ რასაც გადაწყვიტო, მე მოვდივარ იმაზე. ხო და მაშინ ამოდი მეთქი ბავშვი კაბინეტში შემოიყვანეს და მე და ჩემი მეუღლე რომ ამოდივართ, ნინი ძიძას რატომღაც გამოუყვანია და ახავდა უკვე ზევით, არ ვიცი ჭამის თუ რაღაცის დრო ქონდა და ნინიმ რომ დაინახა ჩემი მეუღლე, ძიძას ლამის ხელებიდან გაუვარდა. აი ესე გაშალა ხელები, გადმოწვა და ჩემმა მეუღლემ რომ შეაშველა ხელები, თამუნ აი ესე პირდაპირ ჩაიხუტა, ტუჩები ტუჩებზე დაადო, აი ესე ხელები მოხვია და გაირინდა. ანუ არ შეიძლება სხვანაირად რაღაცა იყო, აი სასწაულად გძნობს, რომ ეთყობა ბავშვი, იმდენად ელოდება. აი ამას რომ ვიხსენებ, სულ ჟრუანტელები მივლის. და ჩემმა მეუღლემ თქვა რომ არ უნდა განხილო ამ საკითხთან, ნინის ქონდა პრობლემა ასთმური ჯანმრთელობის სერიოზული პრობლემა ქონდა ბრონხების, ისეთი გამონაყარი ქონდა ალერგიული და რაღაცა და არც ოჯახში. ყველა ოჯახის წევრისთვის იყო არ ვიცი. საოცარი ადამიანები იყვნენ ჩემი დედამთილი და მამამთილი. ძალიან ხშირად ჩემი ქმარი მოიყვანდა ხოლმე მამაოების შვილებს. ეს ჩემი შვილია, მოვიყვანე და ამას იყო ხუმრობა შეჩვეული და ნინი რომ სახლში მოვიყვანეთ და დასვა. ნახეთ რომ თქვენ პატარა ანგელოზი შემოფრინდა ჩვენს ოჯახშიო. ეს ჩვენი შვილიაო. ხა და მორიგი ხუმრობა ჩემ მამამთილმა თქვა და არაო, მეთქი მამა არ ხუმრობს, ნამდვილად ჩვენი შვილია და აი სოფელში რო გადაძახილი ხდება იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი და ჩემი დედამთილი გამოვარდა და არ ვიცი რატო გაკეთა. მეზობლებო ჩქარა მოდით გიას და ცირას შვილი ყავს და ჩვენ სახლში რა ხდებოდა ვერ გეტყვი. ეს მე არ ვიცოდი. ვინი იყო ეზოში არ ვიცი. ხელიდან ხელში გადადიოდა ფანჯრიდან რო აწოდებდნენ ერთმანეთს, ანუ სულ ესე გაიზარდა. დილით მეზობლის ერთ მეზობელი ყოდი ძალიან კარგი გარდაიცვალა ცხაწყალი 19 დათო გამომძახებ და მომიყვანეთ ეს პატარა მაიმუნი ესე იცოდა ხოლმე ჩაიწვენდა დილით ლოგინში და იცი რა იყო ყველაზე ერთი საინტერესო ფაქტი ვიტყვი როდესაც შვილს იყვანენ ახლაც ესია რომ შემდეგ მოდიან შემოწმებაზე და როდესაც მოდიოდნენ ჩემთან შემოწმებაზე მე ვიმალებოდი კი იმ ქალს ვემალებოდი. იმ ქალმა მე თვითონ მითხრა. ეს ხო 1 წლის იყო, მაგრამ ხდებოდა. მე შიში მქონდა ჩვენ რომ სახლში წამოვიყვანეთ, ძიძას შეუთანხმდი რომ თუ ღამეში ანი, როგორია? შენთან არ გიცნობს და შენ მოგყავს. იტიროს, თან 1 წლისა, გარემოს არ არის მიჩეული და თუ მოხდა მეთქი რაღაც ისეთი, ხო წამომყვებით მეთქი ღამე. კი არ არის პრობლემა და ხა დღეს რომ მოვედით სახლში და რამდენიმე საათი გავიდა, არანაირი პრობლემა, არანაირი ტირილი გაუგნებული გვიყურებს, შოქშია ყველას და ეხა ძილის დრო რომ დადგა მეთქი თუ არ დაიძინა და ჩემმა მეუღლემ წაიყვანა და ჩემი მეუღლე ზოგადად პრობლემა აქვს და ზურგზე ვერ წვევა. თამუნა 3 ღამე ეს ზურგზე ეძინა, იმიტომ რომ ნინი ეწვა გულზე.
და არც კი უტირია. აი არც კი არანაირი ის არ ქონია ბავშვი. ეგ არ ვიცი რა იყო. ანუ გაუცხოების მომენტი რო უცხოსთან თითქოს გელოდა თითქოს რაღაც და ეს ქალი მოვიდა მესამე დღეს. ანუ კვირაში ერთხელ მოდიოდა თავიდან და ნინი მაგიდის ქვეშ შეძრებოდა და არ ეჩვენებოდა ხოლმე ამ ქალს. ამ ქალმა თვითონ მითხრა, ეხლა ეს მე რომ ხედავს, შიში აქვს, რომ უკან არ დამაბრუნოს. ძალიან დიდხანს გაყვა ნინის ეს. შემდეგ უკვე ის ქალი აღარ მოდიოდა და უცხო ვინც მოდიოდა, გადიოდა სხვა ოთახში და იმალებოდა და მე არ გამომყავდა, იმიტომ რომ მე ვიცოდი უკვე ისი შიში ქონდა. რა ვიცი რა უნდა გითხრათ ერთმანეთისთვის ხარ თქვენ ნამდვილად გაჩენილები დაბადებულები და იმ ქალბატონს მართლა ძალიან დიდი მადლობა რომ ამ ოჯახს ამხილა ბედნიერება მიანიჭა და ნინის მიანიჭა ამხილა ბედნიერება რომ ესეთ ოჯახში აღმოჩნდა. ვეძებთ ზოიძეს მამას შუახევიდან თქვენ ხართ ნამდვილად მისაბაძი ადამიანი. ნამდვილად. მაინც იმედს ვიტოვებ, რომ ნინის და დედამისის ურთიერთობები მაინც კარგად დაალაგდება. ეხლა კია ცოტა ისე განაწყენებული, მაგრამ მშვიდობიანად ჩაივლის მამის პოვნის პრობლემაც ვიცი, რომ მაგაზეც ნერვიულობს. და მე სულ ვამბობ და ვეუბნები, რომ ისეთი კარგი დები ყავს, ამ დების გამო შეიძლება რაღაცებზე ჯერ კიდევ მოთმინებით. აღვიჭუროთ და ვიპოვით აუცილებლად. და ვეტყვი, ყველა დედას ვეტყვი, ვისაც უჭირს ამ ნაბიჯის გადაგმა. ჩემს ირგვლივ არის ძალიან ბევრი და ძალიან ბევრს თან საუბრობ ამ საკითხებზე. აუცილებლად სიმართლის თქმა ჯობია, მწარე სიმართლის და გაუძლონ იმ შიშ, იმ ეჭვს, იმ დარდს, არ სადარწავლენ ჩვენი შვილები. არ სადარწავლენ, ჯერ არ მომხდარა ესეთი რომ სადმე შეიძლება კონდეს რაღაც გარკვეული პერიოდი ტკივილის ის კი არა რომ ნინის რაღაც როცა აქვს და უჭირდა ხოლმე არასოდეს არ მიმიღია რომ ჩემს მიმართ ქონდა ეს ტკივილი მას მისი ტკივილი ტკიოდა მიტოვების ვიღაცამ აი როგორია რომ იგებ საოცარია გემხობა თავზე ყველაფერი ანუ და აი გაუგეთ შვილებს დაუთხილებლად უთხარით სიმართლე და დაუდექით გვერდით აი ეს არის ჩემი თხოვნა ყველა დედის მიმართ და ძალიან დიდი მადლობა თამუნა შენ. მადლობა პირიქით. აი არ ვიცი, ყველაფრის მაინც ჩემთვის სტიმული იყო ეს კიდევ იმისა რომ მე კი ვეტყოდი და კი უთხარი, მაგრამ შემდეგ ძალიან გამიმარტივა ამ ყველაფერმა. შენი მხარდაჭერა ძალიან დიდი იყო და თქვენი ჯგუფის და გოგოების და რა ვიცი მოკლედ ყველანაირად ხო ძალიან მადლობა ყველაფრისთვის. ვიღაცნაირად თავი რომ მომივიდა და ეგრევე ჯგუფში დავსორჩავდი ვიღაცას მოძებნიდი რომ აი იქნებ ამის გამო ტესტი გაკეთებული ან ვიღაც მეძებს ესეთი მინდოდა ყოველთვის. საოცარი იცი რა არის თამუნა. ნინის პირველად ვინც მოვიდა ნათესავად გოგონო ხა არ იყო ახლობელი ისიც გაშვილებულია და ეძებს. კიდე ამოვიდა ყველა ვინც ამოვიდა ყველა კიდე ვიღაც ამოვიდა მამის მხარეს ისიც დატოვებული ბავშვია და ისიც თვითონ ეძებს და ძალიან ბევრია აი ეს არ ვიცი აი შენი მამის ყველაზე როგორც კი გავალთ მე იმათაც დავეხმარებ მეც აუცილებლად გავიკეთოთ ტესტი აუცილებლად ხო იცი რატო არ ვიცი ვის დავეხმარები ხო რა თქმა უნდა ისეთი მეგობრებმა გაიკეთეს მასე ისე უბრალოდ ბევრი იკეთებს ძალიან კარგი და ძალიან მიხარია კი მე სულ ამ პროპაგანდას ვაკეთებ რომ გაიკეთეთ ხალხო ტესტი არ იცით ვის დაეხმარებით ხო იმიტომ რომ მე რო ჩემ თავზე გამოვცადე როგორი გზა გავიარეთ და გზას გავდივართ ეხა კი ვლაპარაკობ ციცილიდან მშვიდად მაგრამ ურთულესი გზა ურთულესი ნამდვილად მადლობა ღმერთს ყველაფერს მადლობა თქვენ სტუმრობისთვის წარმატებები თქვენ მადლობა ყურადღებისთვის დროებით